ჰამბურგერიც რომში თუ გადამაპორტირებდა, ნამდვილად არ მეგონა. ალბათ უკვე მიხვდებოდი დღეს ვამზადებ ჰამბურგერს. ჩემებურად სახლურად ფუნთუშების ძალიან კარგი რეცეპტით. აუცილებლად გამოგადგება, მანამდე კი მის ისტორიას გადავავლოთ თვალი. ჰამბურგერის სამშობლო ქალაქი ჰამბურგია და ეს სახელიდანაც ჩანს და ყველამ კარგად იცის, მაგრამ მას აქვს ბევრად ღრმა ფესვები და ჰამბურგერის უძველესი ანალოგი ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში გვხვდება. მაგალითად, ძველ რომში არსებობდა კერძი. ისიცია ომენტატა, ლათინურად ისიცია დაკეპილ ხორცს ნიშნავს, ხოლო ომენტატა ცხიმოვან გარსში გახვეულს. მას ამზადებდნენ ღორის დაკეპილი ხორცით, ფიჭვის კაკლით, პილპილით, ღვინითა და ფერმენტირებული თევზის соусით. შემდეგ ცხიმოვან გარსში ახვევდნენ და წვავდნენ. რეცეპტი აღწერილია აპიციუსის კულინარიულ კრებულში. აპიციუსის შესახებ თუ არ გსმენია, მოკლედ მოვყვები. მარკუს გავიუს აპიციუსი იყო ძველი რომის ცნობილი გურმანი და რომაული ელიტის წარმომადგენელი. მისი სახელი უკავშირდება იმდროინდელ დახვეწილ ძვირადღირებულ და ექსტრავაგანტულ კერძებს. სწორედ ამიტომ ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი მთავარი რომაული კულინარიული კრებული დღეს აპიციუსის სახელით არის ცნობილი. აპიციუსი ღირებული არა მხოლოდ როგორც რეცეპტების კრებული, არამედ როგორც მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც გვიყვება ძველი რომის ყოფაზე, ეკონომიკურ ცხოვრებასა და სავაჭრო კავშირებზე. ამ კრებულში თავმოყრილმა ინფორმაციამ დიდი როლი ითამაშა კერძების სისტემატიზაციაში. სწორედ ამიტომ აპიციუსი ანტიკური გასტრონომიული კულტურის კვლევის ერთ-ერთ მთავარ საყრდენ წყაროდ მიიჩნევა. დავუბრუნდეთ ისიცია ომენტატას. მიუხედავად იმისა, რომ ის იდეის დონეზე ჰამბურგერს წააგავს, მაინც უფრო მდიდრული სუფრის კერძი იყო და არა თანამედროვე ფასტ-ფუდ ვერსია. თანამედროვე ჰამბურგერის ისტორიულად ბევრად უფრო ახლო წინაპარი კი ჰამბურგული სტეიკია, რომელიც მზადდებოდა საქონლის დაკეპილი ხორცითა და სანელებლებით. მე-18 საუკუნეში ჰამბურგის პორტი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი პორტი იყო, რაც ნიშნავს, რომ მუდმივად იყო უამრავი დასაპურებელი მეზღვაური და მუშა. მათთვის საჭირო იყო საკვები, რომელიც სწრაფად მომზადდებოდა, ქნებოდა ნოყიერი და მარტივად მისართმევი ქუჩაში. სწორედ ამ საჭიროებამ აქცია ჰამბურგული სტეიკი პორტის ყოველდღიური კვების განუყოფელ ნაწილად. მოგვიანებით კი გერმანელ მეზღვაურებთან და ემიგრანტებთან ერთად მან ატლანტის ოკეანეც გადალახა. შეერთებულ შტატებში სამრეწველო რევოლუციის პერიოდში ქარხნის მუშები ქუჩის დახლებიდან ხშირად ყიდულობდნენ ჰამბურგ სტეიკს, მაგრამ ქუჩაში მირთმევა არაკომფორტული იყო, ამიტომ კვლავ პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე ჰამბურგული სტეიკი ორ პურს შორის მოათავსეს. ასე დაიბადა ჰამბურგ სენდვიჩი, თანამედროვე ჰამბურგერის პირდაპირი წინამორბედი. აქედან იწყება ჰამბურგული სტეიკის მთავარი ტრანსფორმაცია. მოგვიანებით მას ახალი უფრო პრაქტიკული ფორმა მისცეს. რბილ ბანში მოათავსეს და ჰამბურგული სტეიკი ხელით საჭმელ, სწრაფ და მოსახერხებელ პროდუქტად იქცა. 1921 წელს მოხდა ჰამბურგერის სტანდარტიზაცია. გაჩნდა პირველი ამერიკული სწრაფი კვების რესტორნული ქსელი, White Castle. ეს იყო პირველი ქსელი, რომელმაც ბურგერი სტანდარტული ერთი ზომის პატარა პროდუქტად აქცია და დღემდე წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას. 1940 წელს ძმებმა რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა კალიფორნიაში გახსნეს რესტორანი McDonald's Barbecue. თავდაპირველი მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: ბარბეკიუ, ხორცი, სენდვიჩები და სხვა მსგავსი საკვები. 1958 წელს მოხდა მთავარი გარდატეხა. მათ მენიუ გაამარტივეს, აქცენტი ჰამბურგერებზე გადაიტანეს და შექმნეს სწრაფი მომსახურების სისტემა, რამაც მოგვიანებით McDonald's-ი გლობალურ ქსელად აქცია. ჰამბურგერი კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად საკვებად. დროთა განმავლობაში ამერიკელებმა სიტყვა ჰამბურგერი შეამოკლეს და დატოვეს მხოლოდ ბურგერი. მარკეტინგულად ეს ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. ერთი უნივერსალური სიტყვით შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ტიპის პროდუქტის გაერთიანება და შეთავაზება. ჩიკენბურგერი, ფიშბურგერი, ჩიზბურგერი, ორმაგი ყველით, სამაგი ხორცით და ასე შემდეგ. ასე გადაიქცა ჰამბურგერი კონკრეტული ხორციანი სენდვიჩიდან ფართო კულინარიულ კატეგორიად. ადრე ფაქტობრივად ყველა ბურგერი ჰამბურგერი იყო. დღეს კი, როცა ბურგერი უკვე ზოგადი სახელწოდება გახდა, თავდაპირველი ჰამბურგერი ყველაზე ზუსტად იმას შეესაბამება, რასაც ახლა ხშირად ბიფ ბურგერს, ანუ საქონლის ხორცის ბურგერს უწოდებთ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბურგერის ისტორიული მოგზაურობა ასე გამოიყურება. პირველი და უძველესი ანალოგი ანტიკურ რომში გვხვდება ისიცია ომენტატას სახით. შემდეგ ჰამბურგი, სადაც მას უბრალოდ სტეიკის სახით მიირთმევდნენ. ჰამბურგიდან ამერიკაში გადასვლის შემდეგ კი მოხდა პირველი ტრანსფორმაცია. ხორცი პურის ორ ნაჭერს შორის მოათავსეს, შემდეგ White Castle-მა მისი სტანდარტიზაცია განახორციელა, ხოლო საბოლოო სახე გლობალიზაცია და კულინარიულ კატეგორიად ჩამოყალიბება McDonald's-ის დამსახურება. შეფი განსაკუთრებული სიყვარულით ელოდა ამ ვიდეოს მომზადებას, რადგან მთლიანი ბურგერი თუ არა ხორცის ნაწილი რომ შეხვდებოდა, ზუსტად იცოდა, ამიტომ საქმე წინ წაიგდო და სასწრაფოდ იზრუნა კალორიების დაწვაზე. შემდეგ კი გაათმაგებული მონდომებით, მაგრამ ამავდროულად მისთვის დამახასიათებელი თავშეკავებით თავდაუზოგავად ადევნებდა თვალს ყოველ შემოქმედებას. განსაკუთრებული დაძაბულობა იგრძნობდა ხორცის შეწვის ეტაპზე. მოკლედ, როგორც ყოველთვის შეფის მკაცრი კონტროლის ქვეშ მოამზადე ბურგერები. ცხადია, კარგი ბურგერისთვის მხოლოდ კარგი ხორცი არ არის საკმარისი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბურგერის ფუნთუშა და სწორედ ფუნთუშების მომზადებით დავიწყებ. მე ვიყენებ აზიურ მეთოდს
დავთოთ ტანგჯონგს, რაც ფუნთუშებს საოცარ სირბილეს და სინოტივეს მატებს. წყალში ჩავყარებ ქვილი და მუდმივი მორევით მივიყვანე ადუღებამდე. როგორც კი შესქელება დაიწყო, ცეცხლი გავთიშე, არ უნდა ადუღდეს, კარგად მოვურიე, მასა ერთგვაროვანი რომ გახდა, გადავდე გასაგრილებლად. ტანგჯონგი გაგდილდა და ვიწყებ ცომის მომზადებას. მიქსერის თაში ჩავყარებ ქვილი, შაქარი, საფუარი, მარილს მოგვიანებით დავამატებ კვერცხიძე და ტანგჯონგი. მოვზილეთ ცომსაზელი კაუჭით დაახლოებით 15 წუთი. ხელით ცოტა მეტი დრო სჭირდება. შემდეგ დავამატე მარილი და სამეტაპად კარაქი. ცომიც მზად არის. ასეთი რბილი, ელასტიური და ცოტათი წებოვანი ცომი უნდა გამოვიდეს. დავტოვე რომ ამოფუვდეს. ჩემთან დაახლოებით 3 საათამდე დასჭირდა. მასა მინიმუმ უნდა გაორმაგდეს მოცულობით. დრო გავიდა, ცომი კარგად ამოვიდა, გადავიტანე სამუშაო ზედ წასმულ ზედაპირზე. ცომის ნაწილი გადავდე დახურული ბურგერისთვის. ნაწილი კი დავჭერი. მოვაგუნდავე ფუნთუშები, გადავუსვი კვერცხის გული, გამოცხობამდე საცხობლანკარზე დავასვენე კიდევ დაახლოებით 9 საათი. შემდეგ კი შევდგი გამოსაცხობად, თავიდან მხოლოდ ქვედა წვაზე 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი დასჭირდა ჩემთან და კიდევ 10 წუთი ზედა წვაზე. ამ მეთოდით მომზადებული ფუნთუშები ძალიან გემრიელია, ნოტიო და მძიმე. და რაც მთავარია, ასეთი რჩება რამდენიმე დღის განმავლობაში. გადავდივარ აწყობაზე, შევწვი ხორცი, აქ მაქვს გატარებული საქონლის ხორცი, შეზავებული მხოლოდ მარილით და პილპილით. ცოტა ზომები ვერ გავთვალეს და იქ კარგად არ გავაბრტყელე და შეწვისას შეიკუმშა და ბურგერისთვის ცოტა უფრო მრგვალი გამოვიდა, მაგრამ გემო ამით რა თქმა უნდა არ დაზიანდა. დავადე ყველი და რამდენიმე წამი გავაჩერე ცხელ ტაფაში თავშესახურის ქვეშ. ფუნთუშები გავჭერი ორ ნაწილად და მოვხუხე. ამჯერად გამოვიყენე სენდვიჩის მზა соуსი. ბურგერის соуსი ჩემთან ახლოს ვერ ვნახე და მომზადების დროც არ მქონდა. მოკლედ, სენდვიჩის соуსი ჩემი და ჩემი ოჯახის გემოვნებით მეტადაც კი მოუხდა. ცოტა ბევრი სალათის ფოთლები, კანგაცლილი პომიდორი, ყველი, ხახვი, დამარინადებული კიტრი და აქ რა თქმა უნდა ინდივიდუალურ გემოვნებაზე არის დამოკიდებული. შემდეგ მოვამზადე დახურული ბურგერი. ცომში მოვათავსე ყველი, კიტრი, ხახვი, პომიდორი, ერთი სიტყვით ყველაფერი სალათის ფოთლების გარდა. კარგად მოვუკარი თავი, გადავუსვი კვერცხის გული და შევდგი გამოსაცხობად 180 გრადუსზე. პირველი 30 წუთი მხოლოდ ქვედა წვაზე და ბოლოს 10-15 წუთი ზედა წვაზე. დახურულ ბურგერში რაც მომწონს, არის ის, რომ ბევრად კომფორტულია მისართმევად. მეტად წვნიანი გამოდის, ძალიან მოსახერხებელია წასაღებად, მაგალითად ექსკურსიებზე და ან პიკნიკებზე. შეთბობად შეიძლება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნახევარფაბრიკატის სახით შეიძლება მომზადება და გაყინვა. შემდეგ გამოცხობა. მთავარია გამოცხობამდე დაახლოებით 2-3 საათით ადრე გათბეს ოთახის ტემპერატურაზე. ჩემი აზრით დახურული ბურგერი ძალიან პრაქტიკული მიგნებაა. მოკლედ, მთელი გულით გირჩევ მოამზადო ბურგერიც და თუნდაც მხოლოდ ფუნთუშები. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე.